კარგი, ხა ესე გავიგეთ უკვე, ხო? ერთ ადგილას ესეთ რაღაც უცნაურად რამეს ამბობს Ludovico, რომ I partiti aictis fissi αποτελεί ένα ανοιχτό σχέδιο, ένα δώρο πάντοτε περισσότερο από ό,τι μπορεί να περιγράψει οποιαδήποτε μεταφυσική μία ανοιχτή φύση όπως την έχω αναμένει παρελθόν. Ονομάσαν σχεδιασμένη τελικά για να γίνει ο τόπος της αποκάλυψης του θείου τρόπου υπάρξεως. Ეხა ეს ანუ დაგიხეთ, ზოგადად იმიტომ რომ მეტი თორო უიაზრო მოხდა რა გოდიშით ეხა ამას. ხო, ესე იგი რა არის? აქ ესე იგი ამბობს რომ ეს არ არის უბრალოდ რაიმე მეტაფიზიკური სქემები თუ ამას ვერ ამოწურავო და ვერ განსაზღვრავ ამას რასთანაც გვაქვს ჩვენ საქმეო. ამას მე უწოდებო ღია ბუნებას. ანიქტი რატო არის ღია ბუნება? საერთოდ ესეთი ღია ბუნების იდეა ჰქონდა, იყო ესეთი სერგეი ხორუჟი და იგი წერდა ამის შესახებ ძალიან ბევრს. ინგლისურადაც არის მისი ნაწერები უკვე თარგმნილი. და ის ეძებდა რაზმიკანი ეს ეძახდა რა, ესე იგი ჩაკეტილი, არამედ ისეთი ღია ბუნება, რომელიც მუდამ იღებს საღვთო მადლს. ეს რატომ არის ახლა მთავარი? ნახეთ როგორ არის. არის ერთგვარი აი გუშინაც მასკენი რა გადავხედე. გრიგორი პალამას ენერგიებსა და მაქსიმ აღსარებელის ესე იგი თეოლოგიას შორის თუ არსებობს კავშირი, ესე იგი მსგავსება, თუ არსებობს მსგავსება და თუ პალამა და მაქსიმე ერთსა და იმავეს აღწერენ მოვლენას ან ვითარებას. საქმე იმაშია რომ მაქსიმეში ამოვიკითხოთ პალამა ძალიან არ იქნება ადვილი საქმე, მაგრამ აი მაქს ჩვენ შეიძლება საფუძვლები მომძებნოთ იმისა, რაც არის გრიგორი პალამაში. ხა გუშინ მაგის შესახებ ნახე ორი სტატია, ორივეში ერთსა და იმავეზე არის ლაბარაკი. რომ მაინც აი ფონი ლოგოსების ფონი არის მაინც ენერგიული ფონი. ლოგოსები ჩვენი თავით უეძლება. ის არსად არ მიდის. მაგრამ აი წეგრო ზოგადოებებზე ვილაპარაკე. აი ეს ზოგადოებები არის სწორედ ღმერთთან მოქმედების შედეგი. ესე იგი საღვთო მადლი ისედაც გაყრილია სამყაროში. ისედაც მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ ისო არა მხოლოდ წინა თავი წავიკითხეთ წინა ესეთი ფრაზა რომ ინეკე თო დიამენი ის და მისი არსებობას და დიამენი არის ეგრეთ დიამენო არის ცხოვრება დიამენი აი განგრძობითად რომ შეიძლება თქვა ბინადრობ და შენარჩუნდება დიამენი ესე იგი შენარჩუნდება ის არის და შენარჩუნდება Keeksuuta jigernota os jegune ke o jegune ke menonda ke kinumena metechithofeo და ის ამაში შენარჩუნდება და ვითარდება ღმერთში, ესე იგი ღმერთის მადლში. ესე ღმერთის ლოგოსები და მადლი ეს ენერგია განუყოფელია. საერთოდ ამას პირველ საზღვრებას უკავშირებს ეს პირველი საზღვრება ერთმანეთში რომ მოხდებიან მაშინ იქნება ლოგოსი, მაგრამ ეს მუდამ გახსნილი ბუნება. ესე იგი რას არის რას ამბობს ეს რომ ეს მუდამ იხსნება საღვთო ენერგიებისადმი იგი გამშვალულია, განიშვალება ღია არის და ამავე დროს არ მხოლოდ საღვთო ენერგიებისათვის მეუღლებო იგი გამშვალებული ის ღია არის უკვე
პიროვნულ ესე იგი ჩვენ ბუნებას, ადამიანის ბუნებას, ისე როგორც ცეცხლს, რაღაც ეს არის სწორედ აქ განსხვავდება იმაში, ეს არის უბრალოდ მოქმედება ამ ბუნების. მაგალითად ცეცხლი არის თავისთვის, სულ აფიქროს მე გაათხოვს, არ გაათხოვს და მაინც ათხოვს. ყინული თავისთვის არის, თავის კანონები აქვს და მე რაღაცას აციებს, ხო? სიცივეში ვარ, შევთავაზ თუ ჩარტო უბრალოდ კიდეც კაცი. ხო, ესე გააჩნია როგორ არის ეს როგორ არის ეს ჩვენი ბუნება მოქმედებს, მაგრამ ჩვენი ბუნება რომელსაც თავისი მოქმედება აქვს რა, რაც აქვს, ამავე დროს ჩვენ ბუნებას აქვს უკვე პიროვნებაში მოქმედება. ხა თუ ძაღლი რაღაცა ყველა თავისებად მოქმედს და ზოგადად ფიზიკური კანონები ურთიერთცვლა, ენერგიათა ცვლა, ეს ყველაფერი სულაც არის დამოკიდებული ჩემს პიროვნებაზე, მაგრამ ზოგადი კანონები, მაგრამ მიუხედავად ამისა მე ჩემი პიროვნული ნებით, არჩევით, სიყვარულით, ასკეტიზმით, ექსით, ჩვევით და იმით მე უკვე ვაპიროვნებ კონკრეტულ ჩემს ენერგიას და რაღაცა მას ვაძლევ გარკვეულ საზრის, ესე იგი ლოგოსებს მას. ლოგოსის, ასე ვთქვათ, ყალებში ვატარებ, ჩემი უკვე, ჩემი უბრალოდ ჩემი ლოგოსის კი, ჩემი ტროპოსის. ხელ ვეთქვი რაც არის ტროპოსი, ხო? ეს გვარწესია ლოგოსი შეერს და გვარსახეა ტროპოსი. ესე იგი, ეს არის ღია ბუნება, ღია მიიღოს. სხედიაზმენი, ესე იგი, დაგეგმილი, ასე სხედიაზმენი ან სხედიაზო არის გეგმა, სხედიაზმა არის გეგმა, მაგრამ ამავე დროს სქემადან მოდის, ესე იგი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, ის მოხატულია, მოწერილია, გარემოწერილია, ის გაფორმებულია, ასე რომ ვთქვათ, ის მას ფორმა აქვს, ისე არის გაფორმებული ეს ბუნება, განგეგმილი არის ის ფორმა. საბოლოოდ რომ გახდეს ადგილი, როგორც გითხარით, რომ გახდეს ადგილი ეპიდიოტი და ხო ადგილი ტოპოსს ნიშნავს ადგილი, ტოპოსის აპოკალიფსიოს თუ თეოტროპუ იპარქსიოს. ეს არის ადგილი, სადაც გამოცხადდება ღმერთის არსებობის სახე. გვარსახე, როგორც ეძახი. არის ლოგოსი და აი ის ლოგოსი როგორ არსებობს. ხო, ახლა ჩვენ შეიძლება ვქონდეს თესლი, მუხის, მაგრამ მუხის შეიძლება ხორში ვაჭამოთ და შეიძლება დავთესოთ და მოუვაროთ და მაგარი ხე გავზარდოთ, შეიძლება დავთესოთ და რაღაცა მოუღუნოთ და ძალიან მეჩხერი გაიზარდოს, არ იყოს კარგი. ესე იგი, თითოეული ჩვენი პიროვნება ლოგოსი ჩვენი ბუნება, ადამიანური ბუნება და აი ამ ბუნებას შეეხება ლოგოსი, აი ჩემი ბუნება, აი ჩემი პიროვნების ბუნება, მე მაგის ემოციები. ის საბოლოო ჯამში უნდა გახდეს, რომ გამოცხადდეს ისეთი სახე არსებობის, როგორიც ეს სამებაშია. ესე იგი პიროვნული სახე, დიალოგიური სახე. ესე იგი მე უნდა ჩემ თავში გამოვაჩინო ღმერთი არსებობს, ესე იგი პიროვნული არსებობა. აი ესეთი რამეა ტროპოსი. ესე იგი მე მაგ ბუნება ლოგოსი მოცემული რაღაცა გარკვეული სახის იდეა, ჩარჩო, შემოწერი, რომელიც ღმერთს წინა განგებითად, ესე იგი აზროვნებითად, პრონოიტიკა, ესე იგი წინა განგებითად მას აქვს, წინა მოგონებითად, წინა ნააზრებითად, მას იცის ჩვენ ვინ მოვართ რა, რომ ვიქმნის საუკეთესო ჩემს ვარიანტს, მაგრამ ის არის მაინც საუკეთესოობა და ბიურჩი აი ამ სფეროში ვიბადები მე როგორც პოტენცია. და როგორც პოტენცია მე უკვე საკუთარ თავზე აი ამ ლოგოსის პარგლებში, მაგრამ ეს უსაძღო პარგალი არ და გავიწყეთ ეს ლოგოსის
გარშემო წირია, ეს არის საღვთო სხივია, საღვთო ენერგია, საღვთო აზრი, ამიტომ ის თუ გამოიწოდა, ღმერთი გამომეცხადება იქ. ესე იგი, სულ მივიდა მივისწრაფი, მაგრამ ამავე დროს ამ მისწრაფებაში ეს ლოგოსი ღია სხვა ლოგოსებისათვისაც. ესე სხვა ადამიანები რო ქმნიან რაღაცებს, ერთად მოუქმედებთ, ის იმისთვისაც ღია ვარ და მე ჩემთან მე ჩემს ხა თუ ხო იცი რომ ერთმანეთთან ხართან დააბანძნეს ის ან ფერსო ერთმანეთზე გავლენას ვახდით. ერთმანეთს ვაყალიბებთ, როგორ ოჯახში დავებად, როგორ გარემოში დავებად, იმის მიხედვით გამტარდება ჩემი გენეტიკა. ამიტომ ჩემი თავისუფალი მოქმედებას ჩადებული, თქვენი თავისუფალი მოქმედებას ჩადებულია. აქედან გამოდის ლოცვის უდიდესი ძალაც. მაგრამ ნახეთ დააკვირდით, აქ კიდევ შემოდის თითქოს ღმერთი ფართოვდება. აი ეს არის უცნაური ადგილი აქ, რომ ღმერთი მრავლდება პლასი აზრთან. ესე იგი მრავლდება ღმერთი, იესო, ღმერთი ღვთისა ერთი, მეორე მრავლდება აი ამ როგორც ზოგადოებებს რო ვქნით ჩვენ, აი მაგალითად მე და შენ ერთად გამოვიგონეთ მანქანა. დავადგინეთ მანქანა და აი ესეც ღმერთი, აი ლოგოში ღმერთი ცხადდება, როგორ ცხადდება ღმერთი, იმიტომ როგორც ჩემი პიროვნების წიაღ იმ მანქანაში, ესე იგი ჩემი შემოქმედება რაღაცა სამყაროს ქმნის, რომელიც რეალურია და ვინ არეალურებს ამას და ვინ აძლევს ამას ძალას, საღვთო ენერგია, აი აქ არის უკვე პალამას ნაწილი შემოდის. საღვთო ენერგიაზე დგას საღვთო განგებულება და ეს ურთიერთქმედებიან ერთმანეთთან. აი როგორც მამა მინება, ძე მაღასულა, ძე მქნა და სულიწმინდა მაღასულა. ამიტომ სულიწმინდა იმიტომ მოდის, რომ ახლა განაგრძოს ის საქმე და ეს აუცილებლად პიროვნება უნდა ყოფილიყო ეს სულიწმინდა. თუ სულიწმინდა პიროვნება არ იქნებოდა, ღმერთი ტრანსცენდენტული გახდა ისევ იესოში და ისევ დაიკარგა მის განკაცემამ აზრი დაკარგა. ესე იგი მისი სანაცვლო უნდა მოსულიყო და რა არის მისი სანაცვლო? სულიწმინდა. სულიწმინდა მუდამ მოქმედ, გადმოდის სულიწმინდა მუდამ მოქმედებს ჩვენში, როგორც ჩვენი ენერგიებით, თავისი ენერგია და განსაკუთრებული ენერგიობით მოქმედებს ის ეკლესიაში და მონათლულებში. აქედან მოდის მე რედიშერის ეს კატეგორიულად ეკლესიის კითხეთ თუ კიდევ ეკლესია დაუშვით, მაშინ სულიწმინდის მოსვლაც კარგავს სულიწმინდის. და ესე იგი წარმოიდგინეთ ხა ნეოპლატონური გაგებითაც იმდენად არ არის, არ ვიცი ხა საზღვრების თეორია როგორ არის ნეოპლატონის მეგონა არც არის შეიძლება მაგის. ნუ ეს აქ გაკეთებული ნეოპლატონის საზღვრების ამბავი გაკეთებული აქ ალექსეი ლოსევს. მაგრამ ეხლა რაც არის ერთ-ერთი არის ზუსტად ახლა ნახე და სტოელებთან როგორ არის გეომეტრიული საზღვრები. იქ მივიღეთ რომ გეომეტრიული საზღვრები ინკორპორიალე. ხა რას ნიშნავს ეს? ესე იგი სამყარო, რომელიც უიგივდება ღმერთს, ლოგოსია სამყარო. ამიტომ ღმერთში ცვლილება შეუძლებელია, ის არის მუდამ იყო, მუდამ იქნება, ხო? როგორ შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ის რაც იცვლება, რასაც ჩვენ ხედავ, ეს მხოლოდ ილუზიაა და ჩვენი განაჩვენ არ ვარსებოთ, ჩვენ ვარსებოთ და კვლავ ამოვალ და კვლავ გამეორდებით და კვლავ გამეორდებით, იმიტომ რომ დაიწובה სამყარო, აფეთქდება ხელახლა დაიწובה, იმიტომ რომ აი ეს სამყარო არის რაღაც ერთგვარი სფერო, სამყარო არის და ეს სამყარო როგორც არის, ისე უნდა იყოს, მაგრამ ამ დროს ჩვენ ხედავთ ცვლილებებს აქ. და ცვლილებები ყველაფერი არის ფანტაზიები, მოჩვენებები და პარმენიდესას ვიმეორებთ, რომ ეს ყველაფერი არის აზრი და ყოფიერება უიგივდება ერთმანეთს. იქ შეუძლებელია რაიმე სხვა იყოს და ჩვენ რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი მოჩვენებებია და წარმავალია, ეს არის წარმავლობა. მაგრამ იბადება კითხვა და რა არის სამყაროს გარეთ? აი რა არის იმ ღმერთის გარეთ რა? ღმერთი არის, მაგრამ ყველაფერი ყურება წამე უსასრულო, მაშინ მივიღებთ აბსოლუტურ ქაოსს, რაღაც საზღვარი უნდა იყოს. თორე უსაზღვროობა ეს ნუ სხვა ამის მოზრობა არ შეგვიძლია. აი ხა დადამედრო ფიზიკაში დგას ეს საკითხი. კი ბატონო, სამყარო არსებობს, აფეთქება არსებობს, მაგრამ ის სულ ფართოდება რა. საერთოდ ფართოდება რა არის ის, სადაც სიცარიელე რა არის, არსებობს სიცარიელე, შეგვიძლია ვთქვა სიცარიელე. და თუ ის სიცარიელე არის და ჩვენი სამყარო ფართოვდება,
მაშინ შეიძლება სხვა სამყაროებიც იქით იყოს. კიდე რაღაც აფეთქებები ან სხვანაირები. Вообще რა არის გარეთ არაფერია რა არ არის. ნუ ფიზიკა ამაზე ვერანაირ პასუხს ვერ იძლევა. სამყაროშიც ენერგიას და ჩვენ რასაც ვეძახით მატერიას ზუსტად პროცენტებს ვერ გავიხსენებ ხა, მაგრამ თუ არ ვწდები მატერია, მატერია ჩვენი ატომებს, კვანტებს და რაღაცებს რო ვეძახით, კვანტებს რო ვეძახით, ეს არის მხოლოდ 5%. სადღაც 15% არის dark matter, თუ 20%-ია თუ რაღაცა და რაღაცა 75-70 დარჩენი არის dark energy. ესე იგი რა არის dark energy? Dark matter ვიცით რა არის, ესე იგი dark matter ბნელი მატერია არსებობს, რომელიც ჩვენ სხეულში გადის, გამოდის, მიდის, მოდის, ჩვენ იმას დეტექტირებას ვიცით რა არის ნამდვილად, მაგრამ ვერ ზონავთ, ის თუ მოვიხელთეთ, თუ ყველაფერს მოვიხელთეთ ამბობე. ეგ ვიცით რა შეადგენს სამყაროს, მაგრამ არის კიდევ რაღაცა სხვა რაღაცები, რომელიც არ ვიცით რა არის, როგორია, რას აკეთებს და ის უკვე ბნელი, იმიტომ რომ ვაშე ჩვენთვის ჩვენ მასში ვერაფერს ვერ ხედავთ, იქ არც სინათლე არის, ათე არის. ხო ეს გაუგებარია, ესე იგი საზღვრის თემა. და იმენა სოელებმა რა თქმა უნდა ამაზე ილაპარაკეს და გაჩერდნენ, მაგრამ ის ინტუიცია რაც იყო თანამედროვე კვლევებში ეს არის, რომ თავად საზღვარი არის ინკორპორეალი. ეხლა ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ დაგვიდით იესოს ეს ღმერთის სრულყოფილება, უსასრულოა, ის არის, მაგრამ უსასრულობის ჩვენ ვიცით უკვე თანამედროვეობაში, რომ არსებობს სხვადასხვა ზოგი უსასრულობა, მეტი არის კენტი რიცხვების უსასრულობა, ლუცი რიცხვების უსასრულობა. და ისინი ერთმანეთს თითო კენტს, თითო ლუცი შეესაბამება, ამიტომ ისინი თქვა ტოლებია, მაგრამ თუ გადავართ რიცხვებში, საერთოდ სიმრავლეში თუ გადავართ, ნახავთ რომ ერთი უსასრულობა მეორე უსასრულობაზე მეტია. და ეს უკვე ქმნის პრობლემას. კანტონს ხონდა სხვანაირად, მაგრამ ნუ ეს არის პარადოქსი, რომ პარადოქსს ვერ ხსნით. არსებობს სხვადასხვა, ეხლა მათემატიკა ამითი საზრდოობს. არის ესე იგი ზოგი უსასრულობა, რიცხვების უსასრულობა. არის და სხვა ნებისმიერ ამის უსასრულობა, არის ზოგი დიდი უსასრულობა, ზოგი პატარა უსასრულობა არის. და როგორ შეესაბამება ეს უსასრულობა, ღმერთი ყველა უსასრულობის უსასრულობა არის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი წარმოვიდგინოთ და აი როგორ შეიძლება აი ამ შემთხვევაში გვეუბნება მაქსიმე, რომ კი, აი ღმერთი უსასრულოა, სრულყოფილია, მაგრამ ჩვენ მას შევემატებით ამ პირდაპირ სიმბლირონოს ამბობს სიტყვას. სიმბლირონოს ამბობს სიტყვას. ხო და ეს ცოტა არ იყოს უცნაური სიტყვა, ეს უცნაური რამე არის, არა ეხლა თქვენ ალბათ ეუბნებით, რომ ეს როგორ შეიძლება ეკითხა, მაგრამ არის ეგეთ, ნუ დამჯერეთ რამდენი რაღაცები მინახავს იმის მერე. დამჯერეთ, რომ ეს ყველაფერი არის, აი ეხლა ვეღარ ვძებნი იმას ინკორპორეალზე რამდენი მაგთოა. ხო, ვეღარ ვძებნა დამჯერდო ესეთი ციტატა პირდაპირ არსებობს, რო აღარ გავაკეთებ პირდაპირ არსებობს, აი და მართლაც აი ესეც ყვებს, რომ ესე იგი მუდმივად ჩვენი ღია ჩვენი ბუნება ამ ღიაობით, რაღაც გითხარით, რომ ეს თავისთავად უკვე თუ ჩვენ ერთის მსგავსებები ვართ, მაშინ ღმერთსავე თავისუფლები ვართ, ღმერთსავე უსასრულოები ვართ. მაგრამ აი ამ უსასრულობას მედი შეიძლება წინა განცდომას უწოდეს ეპექტასის, მაგრამ წინა გადაჭიმოს, მაგრამ მაქსიმე ამას უწოდებს უძრავი მოძრაობას. უძრავ მოძრაობას, ეს თლიანად გახსნილი ხარ, უკვე აი ამ გახსნილ მდგომარეობაში ხარ და მუდამ მივსევი და მუდამ ფეთქავ და ეს დინამიკური რაღაცა სამყარო არის და ღმერთიც იზრდება. ეს უსასრულობას კიდე ემატება უსასრულობა და ეს უსასრულობაში და აი ამ უამრავი უსასრულობა ხო გვაქვს, კენტი რიცხვების უსასრულობა გვაქვს, ლუცი რიცხვების უსასრულობა გვაქვს, მარტივი რიცხვების უსასრულობა გვაქვს, რა ვიცი მე
წილადური რიცხვების უსასრულობა, წილადური რიცხვების უსასრულობაზე მეტი მარტივი რიცხვების უსასრულობა, რაღაც სულ უამრავი თვალსათვალეების ვარიაციების უსასრულობა, ყველანაირი შეიძლება ასეულდეს და ეს ხო დამავიწყდა ტროპოსი რა არის? ტროპოსი სულ რა გამართება არის? ხო, კარგი, წავედით ახლა. ამით ძირითადად ამოიწურა ეს თავი, აქ აღარ არის უკვე რაიმე განსაკუთრებული თუ გახაზული არა მაქვს, შეიძლება არ იყიდეს, მაგრამ გახაზული არა მაქვს. ესე იგი დიდად ამათ აღარაფერმა აღარ დამაინტერესა. Tasa Ectonson, Ciprosferube, cada panda que dia panda ortodoxia anafora. ესე იგი მაქსიმოსიო ამბობს რაღაცა სიტყვაზე რა სიტყვა რომელიდან ააკესა კეფალია დიაფორა მეორე 97 პალეპისის პროსტალასი 51 პეიჯის ბაცა აბა ნახოთ რა არის 32 თავი აღარ მახსოვს ეს მაინც ხო, აქ არის ლოგოსები, როგორც ევქარისტი არ იწვენეს, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და ჩემს პირველ დისერტაციაში სხვადასხვა ეს და ახაც არც წვერი კაც, მაგრამ ეს არის შტაბეჭდილება, რომელიც შტაბეჭდავს ჩვენში ლოგოსებს და შემდეგ ეს ლოგოსებს ჩვენ გვიგებთ, ავითვისებთ და როგორც აი ამ ლოგოსების მაგლობას უძღვით ღმერთს და ღმერთი მას ამ ლოგოსებს უკან ღებულობს, უკვე ჩვენ მიერ გამდიდრებულ გაგებულ ლოგოსებს, ესე იგი ჩვენ ღებულ ზაბოდაში, ესე იგი ჩვენ ღებულობს, როგორც საჩუქარს ესეთი რაღაცა. მეორე თავი მთლიანად ეძღვნება ტრიადაოს დიალოგიკი ამივეოტიტო მოუსიო, ხო, ეს ამაზე იმდენი ვილაპარაკი მეც მე იქიდა, რომ უბრალოდ გახაზულებს ნახავ რა მაკაკა და ამ გახაზულების მიხედვით უცებ სწრაფად გადავალ. ესე იგი სამება როგორც დიალოგიური ორმხრივობა და მსხვერპლ მოუსიო, ესე იგი ერთარსებობა ან თანარსებობა როგორც გენერალ. Simplemente schema logos tropos, to καθόλου και ταυτίζεται de την ουσία φυσική, ιδιαίτερο τίποτα συμπλότο. ხო, ესე იგი როგორც ჩვენ ყოფთ logos tropos, საერთოდ logos tropos პირველად ეს ტერმინი შემოვიდა, როგორც და მაქსიმესთან ძირითადად ეს ტერმინები უფრო მეტად ლაპარაკია ღმერთის შიდა ურთიერთობაზე. ღმერთის უკვე თეოლოგიაზე. ესე იგი რაც ღმერთსამების არსებას ეხება. ესე იგი ლოგოსი აღწევს გამოხატვა და შეეხება ბუნებაზე არის ისლა უსია ფისი, ხოლო ტროპოს ჰიპოსტასი პროსოპო გამომება ჰიპოსტასი გამომება ქართულად პიროვნება, პირი, თვითება. ეს არის ტროპოსი. არის ერთი ბუნება, საერთო ერთი ბუნება, არავით არ იმას ნაწილები ერთი ბუნება. პროტოტექსტი. და აი ეს ბუნება სამნაირად არსებობს როგორც მამა, ძე და სულიწმინდა. და თითოეული ეს, იმიტომ რომ თითოეული ეს თვისება, თითოეული ეს ამ ბუნებას აცოცხლებს თავისებურად. ეს არის უმოუსი. ესეთ რაღაცაზე ვართ ჩვენ მოწოდებული, რომ ჩვენ აი ესეთი სახის ამას ანალოგი პარკსის, აი ამის ანალოგიით ვართ ჩვენ ერთად შექმნილი. Κανένα από αυτά δεν υπάρχει δίχως το άλλο, არც ერთი მათგანი არ არსებობს მეორეს გარეშე. Κανένα από αυτά δεν έχει δηλαδή σημασία χωρίς το άλλο და არც ერთ მათგანს არ აქვს მნიშვნელობა მეორეს გარეშე. კი მაგრამ რანაირად თუ мама ხო მე მედის საწყის რეზისუას მეორე რომ мама არის საწყისი და ეგეთი რაღაცა ეს არ არის მართლა
სწავლება მოკლედ მართლა აზგინათ ეძახით, მაგრამ უბრალოდ არ არის ჩვენ ტრადიციულ მართლმადიდებლური თეოლოგიის სწორი ინტერპრეტაცია. სწორი და ადეკვატური გაგება, სწორი ადეკვატური. ესე იგი არც ერთი მათგანი არ არსებობს და ხე კი მაგრამ ძისთვის სულ საერთოდ არ აქვს, თუ ძიდან არ გამოდის სულის მაშინ ძეს საერთოდ არ აქვს, რა აკავშირია ძეს სულის ნაფრი კავშირი არ აქვს. ესე იგი ერთი არსებობს მეორის გარეშე. კი ბატონო, მამა არ არსებობს ძის გარეშე და მამა როგორც გამომავლინებელი სულის არ არსებობს სულის გარეშე, უნდა ნავლინოს და აბა ესე იგი იესოსთვის რა არის ის? კავშირი არ მიჩერეს მამა და ის მამაში უკვე მამაში თუ არის მაგასაც დავარჩენია. მაგრამ ნუ ეს უბრალოდ ტერმინოლოგიურია საბოლოო ჯამში რომ წახვიდე ინტოლესთან და აფრცანიშა არც მამა არც ძე სულის ეს უბრალოდ სახელებია. ჩვენ რასაც ვამბობთ, ამით რომ ნუ არის სამება, სამნაირად არსებობს და ამ ნაირობა შეგვიძლია რა ვარ სიტყვა, სიბრძნე, რავი, აზინე, სული. ეხლა მაგალითად ინგლისურ თარგმანში არის him სულზე. ზოგიერთ გუშინ გითხულობდი რაღაცას. რას გითხულობდი? რაღაცას გითხულობდი და იქ იყო him სული წინ. ქართულში საერთოდ არ აქვს him და she და ესე. ნუ ესე იგი ბიჭი კაციო რა ის კაცი. is male is mamri. იმაში ტოპონემა არის საშუალო სქესი. Психи топнема, это же русულად дух მამრობითია, душа დედრობითია, ტოპნემა საშუალოა. ინგლისურში არც არის უნდა იყოს it მერტყეს, ეს him, რატო him და რატო she, რატო არა she და ასე შემდეგ. Ghost. Επομένως, δεν διστάζει να μιλήσει ευθύς για διαφορά όχι μόνο ουσίας, αλλά και υπόστασης μεταξύ ενός βοδιού και ενός σκύλου. 25. ესე იგი, ინდივიდებიო ესე იგი ნახეთ როგორ უცნაურია. აი ამგვარ ტროპოსი პარქსეოში, ესე იგი არსებობის სახე გვარში, გვარსახეში. ტროპოსში ესე იგი რა. ამაში ჩვენ ეს უნდა შეგვიძლია დავინახოთ, აგერ ზუზურუმიზის ჩემი ძაღლი, აი ამაშიც. ენას ვოდი უნიშნავს სწორედ ხარს. და ენას σκύλο, ენას ერთ ძაღლს. ესენიც კი აღწერენო წმინდა სამების არსებობის სახეს. რატო? იმიტომ რომ ეს აღნიშნულოვანია, რომ თითოეულ საგანს, თითოეულ ჩვენ განაფიქს თუ რაც იქნება, იმას უკვე აქვს სიმრავლის მნიშვნელობა, ის რაღაცა ჯგუფში ერთიანდება. ის უკვე წარმოიშვა, ის უკვე არსებობს და ის უკვე რეალურია. და რადგან არის სიმრავლე, სიმრავლე დასაბამი თვითონ სამება, იმიტომ ის სიმრავლეა. ერთია და სიმრავლეა. ეს მაგალითად ერთია, თქვათ მაგალითად მანქანებში, მერსედესების სიმრავლე რო ავიღოთ ერთია, ხო? ის ერთიც არის. მერსედესი არის ერთიც და არის სიმრავლეც, რა. და ის სიმრავლე სულ არ ერთიც რომ მოაკლო, იმას ის სიმრავლე მაინც დარჩენს და საერთოდ რო ამოიღოს და მერსედესები რო გააკრეს, ეს სიმრავლე მაინც დარჩენს. სეტყვია. რა იყო და აღარ არის, მაგრამ ხო იყო, ხო გაჩნდა იდეა რომ არის. მე შევავსოთ რა. ესე იგი შეიძლება იყოს царილი სიმრავლე შეიძლება იყოს. ხო და
აი აქ მე შემოაქვს ესეთი ტერმინი შემოდის is theos enos iu genitor pater que pneumatos enos iupi და მე იწყება ეს monas asynchitos και trias adieretos აი ეს კალკედონური ტერმინები რომელიც მე გითხარით რომ ეს კალკედონური ტერმინებია მეთქი არის ასევე საამბასთან შეეხება ესე იგი monas asynchitos შეურევნები შეურწყმელი ერთი არ შეერწყავს ჰიპოსტასებს მაგრამ ეს მონადა ერთი ხოლოობა ესე იგი შეურწყმელი ხოლოობა არ შეირწყავს ესე იგი არ ბალოტას ავდეს ესე იგი ჭაობივით კი არ ჭაკდავს და გადაამუშავებს არამედ და მაგრამ სამევა მაინც არ განიყოფა ადიერეს აი კვლავ დიო შემოდის ნუს ანარხოს მონუს უსიოდოს ანარხო ლოხო გენიტორ ნუს ასე ღმერთი არის ამ შემთხვევაში მამა ღმერთია ნუს και μόνος αίδιος ζωής წყარო არის ეს მისიო წყარო არის ვენა სულის წყარო არისო და აი აიდიო ზოის თუ გახსოვს აიდიოტიტაზე რო ვაპარაკეთ აიდიო ზოის მონის აიდიო ზოის იგი მარადი აი ზემარადი ულოვოზე რო ვაპარაკოთ იღუნ პნევმატოს აიუ პიგი ესე იგი წენა მას პიგი აი ესეთი რა ხორისმიან არქი დიაფოროპისის ტროპო კინიტე მესესემია აენაი კინისი ესოტერიკი დიადოტიკოტიტუს ხო ესე იგი ესე ამბობს ესე იგი მამა აძლევსო უსიასო ძესო და მამა გამოულენსო არისო წყარო არქიო არსისო სულზმის არსის ესე აქ ზიზულას და იანარასაც აქ ასე ზიზულას ესე არის არსი არის და არის ეს არსი სამჰიპოსტასად ესენ ყოველთვის არიან ყოველთვის ერთმანეთში არიან და როგორ არის დიადოტიკოტიტა აქაც კი აქ დია შემოდის რომელიც არ აღოქს კარტო დიადოტიკოტიტა არის მიმცემლობა აი პროტასი ხო გახსოვს დინა გამოიღო შემოიღო დიადოტიკოტიტა მისცა დიადოტიკოტიტას არის წიაღ მიმცემლობა მიმომცემლობა ეს სხვადასხვა არის იმაში გრიგორი ღვთისმეტყველის ოცვაშია რომელსაც მოკლეპირის წიგნში რო სტოიკოსი ტრიტო კეფალეო της მისტაგოგიას ხო კინიტე მესასე აენაი კინისი ყოველთვისო ის მოძრაობსო მარადიული აენაი ხო აენა ეს აიდიოტიტა და აენაიც აქვს ომი ეს აენაი მარადია ხო დამავს რომ აენაი არის so მარადი კინისი კინი მარადი მოძრაობაში არის ანუ ოღონ შიგნით აი ყველაზე კარგად როგორ წარმოიდგინეთ სფერო აი ესეთი სფერო რომელიც მუდამ ტრიალებს აი უსწრაფეთი სიჩქარის ტრიალებს ყველა მიმართულებით რა ესე რა და შიგნით სავსეა რა კიდე აი ეს და ის რო შიგნით როგორ იმოძრაებს მე შიგნით მისი შიგთავსი გაჩერებულია ხო ეს გარეთ მაგრამ მე გარეთ გამოდის ხო იღვრება მაგრამ შიგნით ეს არის აი სულ მოძრაობს მაგრამ იმდენად სწრაფად მოძრაობს რომ შენ გარედან რომ შეხედო უძრავია არაფერი იქ არ იწურება მაგრამ სულ მოძრაობა ასე ესეთი რაღაცა არის ხო 23 თავში რა ხდება ეხლა სამი მიმართულებით მოძრაობს ერთობლივად მოტრიალე სფერო აუ აგერ მქონია ესე იფეს სამები შიგნით და სამებისგან ხო აქ არის ტერმინი იფისტამე რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი იფისტამე რომელიც აგებული ეს არის ტერმინი რომელსაც ძალიან კარგად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტოელები არც ერთი ავტორი ორის გარდა მე არავინ არ მინახია მაქსიმე სტოელობას არ განიხილავს არავინ არა და განსახილველი არის მაქსიმე სტოელობა აუცილებლად სტოელების გავლენა მაქსიმაზე თორე ხე სტოელი კი არის ხო და
აქ საქმე იმაში გახავთ, რომ ტერმინის ხაროს პროექტის დაკეთება რაღაცა ეგეთი ტერმინებია. და იფისტამე არის მოკლედ სტოიური ტერმინია, რომელიც მაქსიმესთან გამოიყენება თელ დიდ უზარმაზარი კვლევა არსებობს ერთი რუსის, რომელიც მე რუსულადაც არის და ინგლისურადაც არის და ტოლესველი მაგას იყენებს არ ეხმარება, მაგრამ რა განსხვავებაა იპარხოსა და იპარხოს უბრალოდ იპოსტასსა და იფისტამეს შორის. იპარხოსა და იფისტამეს შორის. აი ამაში არის განსხვავება, ამაზე ძალიან ბევრს წერმე. და ესე იგი, თუ სამების შიგნით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამების შიგნით შეგვიძლია გამოიყენოთ ტერმინი იფისტამე, რომელიც აბსოლუტურად იგივეა, რაც იპოსტასი და იპარხი. ესე იგი, არსებობა. ერთი და იგივეა. თორე სამებაში არ არის არანაირი ზრდა, არანაირი მოკლება და არაფერი არ არის. მაგრამ როდესაც ეს უკვე შეეხება პიროვნებას, უკვე ქმნილებას სწორედ, პიროვნება. და რადგან ქმნილი პიროვნება მუდამ ზრდაშია ან მოკლებაშია, ხო? რაღაც აკლდება ან რაღაც ემატება, განუწყვეტლივ. მაშინ უკვე იფესტოტასა და იპარხოს შორის განსხვავება არის. და ეს არის ის ნაწილი, რომლითაც მაქსიმეს მე რაღაცნაირად ჩემი სტოელების საშუალებით, გასაშუალებით ან სტოელთა წიაღ უკვე პირდაპირ წიაღ უკავშირებ უკვე დელიოს და იქ საინტერესო რაღაცები მე იმდანაც კი არ მაინტერესებს რამდენადაც ეხლა ზოგადი თეორია არამედ მე მაინტერესებს კონკრეტულ ამას ძალიან ბევრი მე გამოყენება შეიძლება მართლმადიდებლურ თეოლოგიაში კონდეს ეგ პირდაპირ მოვდივართ მაქსიმე აღსარებლის საშუალებით თანამედროვე ესე იგი ფილოსოფიასთან და თანამედროვე პრობლემატიკასთან ფიზიკასთან რაღაცა ჩვენ შეგვიძლია რომ რეალურად ვილაპარაკოთ გამართულად და რაღაცა შევთავაზოთ რაღაცა გავიგოთ ჩვენთვის შევთავაზოთ თავი დავანებოთ რა არის შევთავაზოთ რა ჩვენთვის გავიგოთ და არ გქონდეს აი ესეთი დაპირისპირება რაღაც კატეხონი და რაღაცებს ხა დუგინი რომ ვაპარაკოთ რა რომ ჭეშმარიტება რუსეთშია ეს არის კატეხონია რუსეთის ის ვინც თესალონიკეთა ეპისტოლედან ის ვინც აკავებს ანტიქრისტეს და საბოლოო განადგურებისაგან იცავს ძნეობრივი განადგურებისაგან იცავს სამყაროს ხო ეხლა ზემოთ უნდა ავიდე მე და ესე იმის იფისტამეს განსხვავება აქვს შეიძლება მივიცეთ ყოველ შემთხვევაში ეხლა არის თუ არა ბოლომდე მაქსიმე თანამიმდევრული ამ თავის ტერმინების შენახვაში ჩვენ არ გვაინტერესებს იმდენად რამდენად ჩვენ ტენდენცია უნდა დავინახოთ და თანამიმდევრულობა ზოგჯერ ვერ იცავ ადამიანი ხო ზოგჯერ ის წაგწდება ზოგჯერ ეს წაგწდება ადამიანს მაგი კი არა ხო წელებს უჭირთ ხოლმე თავიანთი გმირები დაიმახსოვრონ. ხო, მე არის კიდევ ერთი სიტყვა ამ იმასთან დაკავშირებით. რა ქვია? ზოგადად არ ვიცი სად შემიგდე მუთი. ამასთან დაკავშირებით რა ქვია? ადგილთან დაკავშირებით. წავედით ახლა. Όπως έχω ισχυρή πρόσφατα, υπάρχει επίσης ένα άλλο χαρακτηριστικό απόσπασμα όπου αναπτύσσεται αυτή η κατανόηση του ομοούσιου σε αυτό το κείμενο, σχετικά με τέτοια ουσία, ο ομολογητής διαβεβαιώνει πως και εν μόνη ακινήτω αή η θεία φύσης το κι κινείστε εν τη εν αλλήλης χωρίσεις. Περιχώρησης αμαζέ σαμάκια. Σαούκουσο μου κατάτσερι, λίσκο ατετσόρις. Χώρο, περιέχω. ეხა ეს პერიχორისის ეს ერთი მნიშვნელოვანია ძალიან გამოიყენეს ეს რუსებმა განსაკუთრებით ანდრია რუბლოვის ხატის შესახებ რო იქ წმინდა სამება ურთიერთ პერიχორისი вечное кружение ესე ამბობს карусели მარადიული წრებრუნვა პერიხორო
ხორაო ქორა აის პლატონის ქორაც აქ არის ამის შესახებ ერთი კარგი თავი მაქვს კიდე დაწერილი ეს უკვე აქეთ 2018-ში მან არის ესეთი მომენტი რომ პერიხორო ედიშერი ურთიერთგამსჭვალად დარგმნის და ეს ურთიერთდამტევნულობად შეიძლება ეს არის ურთიერთდამტევნულობა ურთიერთგამსჭვალოა და ეს არის ხორაო ესე იგი ვიტევ რაღაცას ხორო არის ცევკა ხოროდია ეს choir აქედან მოდის ხოროდია ესე გუნდი სამგალო გუნდი საცეკვაო გუნდი ცეკვას ნიშნავს ხორეო ნიშნავს სოფელს ეს ერთგვარი დინამიური ადგილმდებარეობა ეს რაღაც ადგილი სივრცე სადაც რაღაცა ხდება სხვადასხვა ამას ესეთ ადგილს რომ რაღაცა ხდება ეწოდება მატერია არის მატერია არის ადგილი სადაც რაღაცა ხდება რაღაცა არის ზოგჯერ მატერიას აიგივებენ ადგილთან είναι ένα ρήμα που σημαίνει τόσο κίνομαι όσο και περιέχω ეს არის ერთი ზმნა რომელიც ნიშნავს მას როგორც მოძრავ ისე როგორც მოვიცავ პერიეხო ეხო ხორო პერიეხო პროსოხი პროს ეხო მის მიმართ მაქვს ყურადღება პერსონალთან მოხრენ ვომნიემ επομένως εδώ είναι και πάλι το μουούσιο μία άχρονη και προαιώνια ενδοτριατική κίνηση ως μια βεβαίωση από τον ιό της φύσεως ως φύσεως του πατρός με τις εσμόκετε ეს περιχώρηση μας χωράω ეს περιχωρήσεις არის თუ ისებათა περιχώρηση მერე განმოდის უკვე ქრისტოლოგიაშიც არის ეს ხო აი ახლა რაღაცნაირად რაღაცაზე მიწერია ვა ესე იგი მომეწონა არ მახსოვს რა არის კიდე ძალიან ბევრი რაღაცები მოელია მაცა 42 წუთი კიდე ძალიან ბევრია რამდენი შენიშვნები მეგონა მოვასწრებ სიმონ და ვერ ვასწრებ კაი დავით ეკონომიკო თელიმა ეს ჯერჩინებითი ესე ითარგმნება ძველ ქართულად სხვა შორის ალბათ უკისმევად მახსოვდა მაგრამ როდესაც თარგმნდი ეკონომიკი ნებას ქართულად მოვეთეს ჩემ დისერტაციისთვის ვერაფრის დიდებით ვერ რაიმ უნდა მეთარგმნა ხო და მაშინ არც გქონდა ტექსტები რა ვიცი თუ გქონდა თუ არა ხო იმიტომ ეს მაქსიმესთან არის მარტო ეს ეკონომიკი ნება ესე აი ამ მნიშვნელობით როგორც არის და მე საერთოდ აღარ არის განვითარებული ერთი დამასკელსა აქ ეს და შემდეგ ეს ეკონომიკი ნება ესე იგი ითვლება ზოგს მიაჩნია რომ ეს არის პრობლემატური მაქსიმეს აღსარებულთან და ალბათ იმდენად პრობლემატულად მიაჩნიათ რომ მაქსიმე აღსარებულ რამეს ფაშისტ უწოდებენ ესე იგი იესო ქრისტეს ართმევენ თავისუფალ ნებას ესე იგი არჩევანს და საბოლოო ჯამში სამოთხეშიც ადამიანს აღარ ექნება ეს არჩევნისი ნება ეს არის ავტექსუსიოს როა მოთხოვნა დაახლოებით ის საერთოდ მაქსიმესთან ძალიან ბევრი ნებებია მაგის შესახებ რამდენიმე კატალოგი მაქვს იქ ესე იგი სხვა ავტორი სხვადასხვანაირად დანაწილეს მაგრამ ბოლო დანაწილება ყველაზე მეტად მომეწონა ეს საკითხი ესე იგი ამის შესახებ მიდის მსჯელობა ჯერ კიდევ და აი ბოლო ეს უკითხავთ მეტაფიზიკა მაქსიმეს მეტაფიზიკა მეთქი რომ არის ინტოლესფერის ნორვეგიელი პროფესორის დაწერილი იგი ძალიან კარგად არის ეს გნოლიკინება ახსნილი და აკაც ლუდოვიკოსი საკმაოდ ახლოს მივყავართ
აი ამ გნომიკოსნების საიდუმლოს, ასე ვთქვათ, კროსვორდის თუ რა ქვია მას, თავსატეხის ამოსახსნელად, გამოცანეს ამოსახსნელად. ძალიან ახლოს მივყავართ. დავიწყოთ ახლა. όσον αφορά, ხო, და მე არ ვიცოდი როგორ უნდა მეტანა, მე თვითონ მოვიფიქრე ჯერ ჩინდება. ეხლა ეგ სიტყვა საიდანაც ეთქვა twin-ში მქონდა. ხა მე ავედი და მე ჩამოვედი, რავი, რამდენი წლის მერე ჩამოვედი საქართველოში, ხო 99-ში წავედი ეს. და მე ჩამოვედი. ხო და უკვე ქართულად დიდად ბევრი მანამდე მქონდა აკითხი და ეხლა რა მახსოვდა, რა არ მახსოვდა. მოგეთ ჯერ ჩინება დავარქ. ჯერ ხა ჯერ არსი უყვარს გურამ თევზაძეს და მახსოვს რომ ადრე რო გითხულობდი ხოლმე ჯერ არსი ეს არის ის რაც უნდა გააკეთო ჯერ არს ძველ ქართული სიტყვა ჯერ არსი ეს არის სათანადო ეს არის ის რაც გერგების გვეკუთვნის აი იმათმა სვანემ რო იცით გვეკუთვნის ამის გვეკუთვნის ესე იგი ეს უნდა გავაკეთოთ ეს გვეკუთვნის ეს ჩვენ მოგვეკუთვნა ეს რაღაცა ვალდებულება და ну ჯერ ჩინეს ჯერ მიჩეს ჯერ არსი ესე იგი ჯეროვნად ჯეროვანი სიტყვა ჯეროვანი ის რაც არის ჯეროვანი ის რაც არის სათანადო ჯერ არსი ესე იგი ის რაც ჯეროვანია რომ გაკეთდეს ჯერ არს ესე ჯერ არს ესე იგი სათანადოა აუცილებელია you must ჯერ არს I have to ჯერ არს ჩემთვის ხო გვეკუთვნის სვანება ეს თავისებურად და ჯერ არს აი ჯერ არს ის ჩემთვის გვეკუთვნის ჩვენ აუცნაური ფორმა ხო შეფრა ჯერ არს ეს არის სწორედ ის რასაც შენ მიიჩნევ ესე იგი ჯერ არსად მიიჩნევ ეს არის გრომგენება აი შენ იფიქრე და სათანადოს აირჩევ ეს არის გრომგენება ხნომი ნიშნავს ღნოსი ესე იგი ცნობიერებასთან არის ღნომი ნიშნავს ჩემი აზრი ღნომი მოიგინე ჩემი აზრია ესე იგი ეს არის სწორად მიჩნეულობა მოიგინე ზერას სწორად მიმჩნეველი სათანადო აზრი მიჩნეველი ღნომი კინება ესე ყველაზე მეტად მე ამას უფრო ზრახვას არ მივიყვანდი ზრახვან და ზრახვან ნიშნავს მაგრამ მოიყოს კაი რაცა ღნომი კინება არის ღნომი ესე იგი როდესაც გამოიტან ღნოსიდან ღნომი თქო საცნობელი ნება რომ გავაცნობიო და მიჩ ჯერ ჩინება და ჯერ ჩინება ეს ჯერი არის ჯეროვანი და ჩინება არის რაც მიჩნს რაც გამომიჩნდა რაც მივიჩნიე ო მე მიმაჩნია ვიჩინე გავიჩინე ჩანს აი ეჩვენება ჩენასთან არის ლოგიკო ჯერ მიჩნს ესე იგი ჯეროვნად მიჩნს ჯეროვნად მიჩანს ჯეროვნად მიმაჩნია ჯერ შემოვიფიქრე აღმოჩნდა რომ ზუსტად ეს გონიან ადამიანი ექთიმეს ეფრემს და ეგრე ითარგმნება თუმცა ეს რომ მიკინება მე გელაჩიც უგარ ვწდები არ მეგონა ხო გელაჩიც მაგრამ ღნომიკი ამავე დროს ჯერ ჩინება ასაც კი არის ჯერ ჩინება კი არის ჯერ ჩენებლობა არის აი სურო მოქმედებს გესმით რა ჯერ კი აი ერთ მომენტში მესე კი არის სურო ამოქმედ ჯერ ჩინებით ინება კი არის ჯერ ჩენებლობით ინება რომ ჯერ ჩინებადი ინება აი მუდამ რო ხდება და კონკრეტულ მომენტში კი არის მუდამ რო ხდება და მე კონკრეტულად ვვლინდი ჯერ ჩინებადი ნების საფუძველზე ჯერ მიჩს რო კოკოკოლას მოვკიდო ახლა ხელი და დავდი ოკეი გასაგებია და ჩვენ თქოთ ხო წავედით όσον αφορά στο τελευταίο ζεύγος
O protozoros αναφέρεται στο φυσικό υπέβαθρο του θελήματος, στο τι του θελήματος. Και δεύτερος όρος στο πώς. Δηλαδή, στον υποστατικό προσωπικό τρόπο χρήσης του, μέσα გამიკვირდა το. Φυσικού θελήματος, განასხვავებსო, ეს ხაზი არ მქონია გასმული და ამიტომ ვერ გამასმეცა გამიკვირდა რა იმაზე ლაპარაკობს. Φυσικού θελήματος. ესე იგი არის ბუნებითი ნებელობა, ნება, როგორც გენებოდ. ეს შეიძლება როგორ თელიმას ნებად თარგმნის. ფიზიკური ბუნებრივი ნება და ღნომიკო ნება, ესე იგი მიმჩნევლობითი ნება. პირველი გვეუბნებაო როგორი ნება არისო, რა არის ეს ნებაო, ხოლო მეორე გვეუბნებაო როგორ არის ეს ნება. არა, ეს თან ხვდება ღმერთში, ხო? ეს ღმერთში თან ხვდება, იმიტომ რაც ღმერთს ბუნებითად უნდა, იპოსტასებსაც ეს უნდა. ამიტომ იპოსტასებს არ აქვს თავიანთი პიროვნული ნება. ნება. მათ აქვს ერთი საერთო ბუნებითი ნება. ამიტომ ქრისტემ აიღო ადამიანის ბუნების ერთი საერთო, ყველა ჩვენი ჰიპოსტაზის ერთი საერთო ნება, ის რაც ბუნებას უნდა, რომ შია, ცია, წურია, სიკვდილის ეშინია, რავი მე უნდა, სექსი უნდა, ველოსიპედზე ჟომა უნდა. კაი გართობა და აი ჭამასმა უნდა, ხინკალი და მოხრახშა ხუხბილი, ცხელი შოთის პურები, როგორ გამოვცეხი, ჩემი მადლის ყურელიოთ როგორ არის. ხოლო მეორე ლაპარაკობს როგორ არის. აი ეს უკვე ადამიანი, ხო ეს უკვე მესამე თავი დამიწყია. Se Χριστολογία ως διαλογική αμοιβαιότητα η υποστασιακή διαλεκτική του φυσικού θελήματος. ესე იგი ქრისტოლოგია როგორც დიალოგიური ორმხრივობა, დიალოგიებას სამება როგორც დიალოგიური ორმხრივობა, ქრისტოლოგია როგორც დიალოგიური ორმხრივობა, ანუ იპოსტასური დიალექტიკა ფიზიკური ნებისა, ბუნებრივი ნებისა. ოკეი. ესე იგი, ბუნებრივ ნებას აქ ფიზიკური დიალექტიკა, ესე იგი არის ბუნებრივი ნება, არის პიროვნული ნება და ეს დიალექტიკაში. მაგრამ ეს საერთოდ არ არის გითხრით. აბა ეხლა როგორ არის ქრისტეში? ქრისტეში ეს არის ძალიან ასე მარტივად. ხო, ესე ადამიანი ბუნება, როგორც ჩვენ თქვით რა, ადამიანს აქვს ბუნება არის მოქმედება, ცეცხლია და ათბობს. ხო, ეხლა ადამიანი იყოს და არ ათბობდეს და არ ეშინოდეს და არ ჩიოდეს და არ ჭამდეს და არ რაღაცა არ უნდოდეს და არ განედრგებოდა რა და დუდურო ხო, ეს რო არ იყოს, ნუ ეხლა ადამიანი ფიზიკური, ანუ შანსი არ არის, ხო? არა, ესე მაშინ სპო განადგურა, ამიტომ იყო მაქსიმუმ ამ და შეიძლება მოქმედებაზე უარის თქო. მაგრამ ეხლა ნახე როგორი რაღაცა, შენ ეხლა ბუნები, მაგრამ ეს უნდა იყოს ნება, ხო? ეხლა ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს კი არის მოქმედება, მაგრამ ბუნებას ეს ნებავს კიდე. ეხლა თუ ნებას ამოვიღებთ მთლიანად ვერ ამოვიღებთ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს ეს ნება, რომ არ მოვკვდეთ, არ იმას ვქნათ, რაღაც არ ვშიოდეს. ხა იმას ამბობს, არისტოტელე ამბობს, რომ ყველა ადამიანს სარულო მიზანი არის იყოს ბედნიერი, ევდემონია არის მისი ისო, ხო? ამიტომ მე ჩაიწერა იმაში, რომ ადამიანს აქვს უფლება ბედნიერებისკენ სწრაფვას, ხო? ეს ვერ წაართვა, ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა. ხო და ნუ ამიტომ ქვია ნება. ეხლა ნება რატო შემოდის აუცილებლად, ეხლა ნება საერთოდ არ არის შესწავლილი ცნება ანტიკურობაში, ნუ არ აინტერესებს მანდამაიც, იმიტომ რომ ნება არის ბუნების მოქმედება.
მაგრამ ეს ნების მნიშვნელობა ძალიან იზრდება, როდესაც უკვე ჰიპოსტასი შემოგვაქვს. მაგრამ ახეთ რა უცნაური რამე ხდება, ერთი მხრივ შემოგვაქვს ჰიპოსტასი და ამიტომ ნების მნიშვნელობა ძალიან მაღლა იწევს და მეორე მხრივ ვამბობთ, რომ ჰიპოსტას ნება არ აქვს სამბაში. ხე როგორ ხდება ხა ეგეთი რაღაცა? ეს რაღაცა ხდება ისე რომ აი აქ სწორედ ლოგოსულ მასში არის ერთი ადამიანური ბუნება, ქრისტოლოგიაში ესე იგი ადამიანური ბუნება საათ ნებაც და მოქმედებაც, ეს არ შეიძლება რომ არ იყოს, ესეა ნება და მოქმედება. მაგრამ ეს ორივე თანხმობაშია ჰიპოსტასურად, ის შეიძლება არის, როგორც ასეთი არის, რა არის და ეს არის ნება, რა არის და ეს არის მოქმედება და როგორ არის უკვე ჰიპოსტასური მისი არსებობა და ჰიპოსტასურად არსებობს ცალკე ადამიანის ბუნება როგორც ასეთი ზოგადი რაღაცა ცალკე კი არა ჩვენ კი მივეწერებით ჩვენ ვართ ადამიანური ბუნება ეს ცალკე კი არ არის ის ერთი ბუნება არის და ნებისმიერი პიროვნება ამ ბუნებაშია ამ ბუნებიდან ამოიზრდება და უკვე ამოიზრდება და ცუდი მაგალითი აი წამიგე პლასტელინი რა და აი ერთი გვაროვანი პლასტელინი ამ პლასტელინში რო რაღაცები გამოძერწო რა მე როგორ არ მოგლიჯო რა აი ამოძერწე და თან ახლა წარმოიდგინეთ ისეთ წარმოიდგინეთ რომ აი ესეთი პლასტელინი გაქვს რომელიც მუდამ მოძრაობს როგორც მაშინ გითხარით აი სულ მუდამ მოძრაობს და შენ პროსტო რომ ამოძერწავ ის კიდე აგძელებს ამას მოძრაობას რა ესე იგი შენ ფორმას მიიღებს და უზეთ გაეძრობა ჯემალეს გვერაძეს სიპათი ესე და აგასპირტა ზოგები ის ადამიანური ბუნება მაგრამ წარმოიდგინეთ ხა ამაში ხო პიროვნება მაგრამ აი ამას აგებდეს თავისი გულნებისა და ნების მიხედვით რა ჩევის მიხედვით და მე ისეთ shapes მივიღებ როგორც ისეთ ფორმას მივიღებ როგორც მე მინდა ეს არის როგორ არსებობს ესე იგი და ეს არის ქრისტეში მაგრამ ადამიანში ხო არა ხო პიროვნება გვაქვს პოტენციურად მოცემული ჩვენ ლოგოსი მოცემული ლოგოსი არის ტი რა თუ როგორ იქნება ეს ლოგოსი ეს უკვე დამოკიდებულია ჩემს თავისუფლებაზე ესე იგი მე მაქვს არჩევანი მიუზიუმს თუ არ მიუზიუმს ესე იგი მე ამბა მოქმედი და რა არის ეს დაგვირით ეს არის ექსის რასაც ვლაპარაკი რომელიც ბუნებრივად კი მიდრეკილია სიკეთისკენ მაგრამ მე ამავე დროს მაგ თავისუფალი ის ექსის დაკავშირებულია გნომთან ეს ვიდრაში ესა აი ეს ექსისია იქ სამებაში ეს ექსისი ტრიანად ნებაში არის მოქცეული მაგრამ საერთოდ მაგრამ ადამიანში ეს ექსისი რომელიც ბუნებით კეთილისკენ ვარ მინდა კიდე კარგი მინდა სულ მაგრამ ბოროტი გამომდის ეშოს კიდე ყოველთვის ბოროტი კარგი გამომდის გოეთის მე ხო ეს რაც არის ეს მომენტი ხო ადამიანში უკვე ექსისი არის როგორ გითხარით ესე ბუნებრივი მიდრეკილება მაგრამ ეს არის ჩულება შენ თუ ამ ექსის მიყლები ნებით შენ ამ ექსის ისე გამხარებ რომ ის გახდება უკვე შენი ბუნების ბირთვი თუ არა და მაშინ შენი ბუნება ეს ლოგოს არაფერი არ შეიძლება შენ თვითონ მოხვა კონფლიქტში შენ ბუნებასთან და ამიტომ იყო რომ არ უიგივდებაო პიროვნებაო საკუთარ თავს უწეყარო ველაპარაკე აი მაგაზე არის ამიტომ საკუთარ თავში შეიძლება გაიხლიჩო და ვერაფერი უკეთესი ჯოჯოხის სახსა წერად მაგალითად ვერ მოძებნა ჰაქსლი, როდესაც ის ყვებოდა მესკალინს, რომ LSD-ს ესე იგი, რომ კარგი რაღაცეები აქვს და რაღაცებს ხედა, მაგრამ შეიძლება არის, რომ ცუდი ტრიპ, ესე ეძახიან, bad trip, ესე იგი, ცუდი ტრიპში გავედიო ტრიპში, მეგონა მაგას ამბობენ ხოლმე გიჩერებ, მაგას გულისხმობ ტრიპში. ხო, აი იქ რო გადიხარ, იქ ვეღარ აკონტროლებ თავს რა. ხო და რომ ვერ აკონტროლებ თავს, შეიძლება ცუდი რაღაცები მოდიოდეს რა. და იმ ცუდმა შეიძლება იმ ცუდში გაიყინო და სწორედ ეს არის გაურება აი ამ მოყავს ერთი მაგალითი რომ შიზოფრენიის ადამიანები ესე არიან აი მაგალითად მე მქონდა ეგეთი შემთხვევა ქალი იყო ერთი და შიზოფრენია ეს სქიზოფრენა ხო ესე იგი გონის გაყოფას ნიშნავს რა ფრენა არის ჭკუა ეყოფათ რა შუაზე გონება ეყოფათ და სქიზოს იგი შეიძლება გაიყო გაათის სქიზოს იგი გაიხლიჩა რა დაიხლიჩა ესე ჩიგული დახლიჩა
შკვა დახლეჩილ, ესე იგი შიზოფრენიკი. და ეს შკვა დახლეჩილობა ნახეთ როგორ არის საკუთარ თავთან ხარ კონფლიქტში საკუთარ ბუნებასთან და მქონდა შემთხვევა ერთი კაცი ძალიან ნორმალური ფიზიკურად რაღაცა ბერძენი ნორმალური ქალი რა როგორც დანარჩენი ბერძნები არიან დაჟე იმაძე კიდევ უფრო წარმოსადეგი ქალი ჩოლებრივი საშუალო ბერძენზე აქვინც არის ნორმალური ადამიანი ნორმალური ოჯახიდან ყველაფერი კარგი რა ჩოლებრივი მუშათა ჩოლებრივი მომსახურე პერსონალი რა ის დონე კაზინოებში მაგის ქმარი ის იყო ხელოსანი მანქანას ხო და რაღაცა მომენტში გაუტია ამ ქალმა რა შიზოფრენია და მე წამლები არ და წამსოსოს კარგად არის მაგრამ როცა წამლესოს თენტილია ესე ხუბნა არ უნდათ უსიხარლოდ არიან ენერგია არ აქვს განაკვეთი არ აინტერესებს და ისე ურჩენია რომ აგიჟებულა მე გიჟდება მაგრამ ეს კალი აგრესიული არ არის просто რაღაცა წარმოდგენა აქვს რომ queen არის რა და არისტოკრატია და ეს არისტოკრატია ევოსე ხო და ნუ ჩავატარეთ სულ ითხოვდა განუწყვეტლივ ითხოვდა საეკლესიო განქორწინებას და ნუ ახლა აზრი არ ქონდა ისედაც ქუჩაში ეძინა რა რეალურად უკვე ინდონეზია იყო და ნუ მაინც მიტროპოლიტმა გადაწყვეტა დავაი ჩაატარეთო და რაღაც წესი აქვს რომ სამი მღვდელი მონდის დგება და ნუ მიდის ჩაოლებრივი ესე იგი განხილვა რა და განხილვის დროს ამ ქალმა დაიწყო ტირილი აი ვერას გიბსე მაშინ ამას რო უყურებდი აი სატირალი არაფერი არ იყო უნდა და რაც უნდა ეს გაკეთდა და გაკეთდა დააწყნა არაფერი ცუდი კითხვები არ დაგვისვას არაფერი просто ფორმულობა იტერა აი მაშინ დავინახე რომ აი მაშინ დარწმუნებული ვარ რომ მაშინ ორი პიროვნება და აი ეს გიჟი ხო ისაც გიჟი ეძახით შეშლილი ასე ერეოდა იმას ის პატარა გოგოსავით ტიროდა. აი დაახლოებით თინეიჯერებით ტიროდა რა. აი თინეიჯერები ყაი საწყალი თინე რაღაცა პატარა გოგოშკასავით ტიროდა. აი უაზროდ ტიროდა რა, მაგრამ ხედავდი რომ იმის გამომეტყვი და სახეში ხედავდი ეს იყო პატარა ბავშვი. ეს ტიროდა. მაგრამ იქცეოდა გარეგნულად რა. ცოტა როგორც ეს queen და გამარჯვებული, მაგრამ ტიროდა როგორც ბავშვი და ორივე ერთად უყური გადავირიგი რა. თავის თავსაც როგორ გამოვეყოფით ადამიანები. თავის თავსაც როგორ აი თუნდაც ხელს როგორ უყურებთ. საავადმყოფოში ვიყავ ქალთან და რაღაცა დაემართა კაცო უბედურობა, ხო გრიჟა გაუსკდა თუ რაღაცა გაუსკდა, მუცელში რაღაცა გაუსკდა და მთელი ეს შიკთავსი გამოუვიდა გარეთ რა, მთელი და თვითონ უყურებდა ამას რა დაინახეს და აუ კარჩომო სიკვდილი მიშენია როგორ მძულსო ჩემი თავი აი თავისი სხეული შეძულდა იმენად ძულდა ეს თავის ინდივიდი მოგედეს რეალობა ხა მაქსიმე რასაც ახსენე ჩვენი სხეული და ჩვენ რას შეიძლება დაუპირისპირდეთ კიდე მაგრამ თუ ამ ჰარმონიაში მოვედა მაგალითად მოცეკვავები ერთი მოცეკვავე ბალეტის მოცეკვავე მიყვარს ბალეტი გიჟდები მოცეკვავე მე რა გიჟი ხარ ხო რა გინდა ხო და ნუ აბსოლუტურად გენოთ აუ ვერ წარმოგდგენო რა ბედნიერება არის როდესაც ჰარმონიაში ხარ შენ სხეულთან პრინციპში მე სიმღერა მიყვარს რა ღერი სიმღერა მიყვარს მაგრამ სმენა არა მაგრამ სიმღერა მიყვარს რომ ღერი ვარ გიტარა ხა გიტარა აღარ უყურებ იმიდებს აქ მაგრამ 4 სტრუნა და ემოციაზე ვაჩხარუნებ ხო და ის უნდა ვიყიდო ხა დიდი ხანი აღარ დამრა ავი თითები შეძლებენ კიდე ნო არ ხო და ასე ვიძახ უნდა ვიყიდო მე 4 წელი მე 5 წელი ხო და ის არა ქვია და მიყვარს ხომ ადრე ჩანაწერებიც ქონა რაღაცა ეხა ეკლესიაში სულ დღეს დამცინის ჩემ უყურე ბიჭო ნუ იჭაჭები ერთ შენ ჭირი მე მაგრამ აი ხმარო ამოგდის აქიდან სუნთქავ და მიყვარს ეს მე ხმების ცვალებადობა და ჰარმონია და მე მივხვდი რომ მეც ეგ მომწონს რომ საკუთარ ხმასთან და საკუთარ სხეულთან რაღაცნაირად ასე ვთქვათ ერთობაში ვარ და ეგ მოგწონს ფეხბურთის თამაშის დროსაც რო კაცოები გამოწევს ხო და ან ლიჟების დროს მოგწონს
ეგ საკუთარ სხეულთან რო ხარ თანხმობის ხო და აი თუ საკუთარ სხეულთან ეგ საკუთარ ფიზიკასთან საკუთარ ფიზის ხო ბუნებას შენ რაღაცნაირად ჰარმონიაში მოდიხარ ეს საკმართის ლოგოსთან მოდიხარ შენ უფრო მეტად ხდები ბედნიერი აი როგორც ამბობს არისტოტელე რომ ყველა ადამიანს საოლჯაში ბედნიერება უნდა აი ხა რაღაცა ვარაზე მიწერია მოდი ვნახოთ ხო და იდიეტეროტიტა ესე იგი იდიეტეროტიტა არის ინდივიდუალობა განსხვავებულება იდიოს არის თვითობა ასე თქვა იდიეტეროტიტა tu maximo sono foras tin κατανόηση του φυσικού θελήματος ხო აი აქ ლაპარაკობს მაქსიმეს იდიეტეროტიტა მაქსიმეს თავისებურება ბუდიში თავისებურება მაქსიმეს მაგრამ ამ თავისებურებაზე კი აი რაც მაქსიმეს განასხვავებს რა სხვებისგან რა განმასხვავებელი ამ შემთხვევაში თავისებურება ოღონ ამ განმასხვავებელი თავისებურება და მე მგონი შეიძლება თავისებურება სხვა შეხონდეს ისეთივე თავისებურება რა მაგრამ ეს კიდე თავისებურება კაცად იმდროა იდიეტეროტიტა tu maximo sono forasti κατανόηση του φυσიკური თელემატიკა για τον οποίο χρησιμοποιεί το μη φιλοσοφικό αλλά ποιητικό όρο θέλημα αντί του φιλοσοφικού όρου βούλησης ესე იგი ისო პოეტურ ეხა პოეტური რატომ არის თელემა არ ვიცი პიის პოეტურ სიტყვას თელიმას იყენებსო თელიმა იმიტომ რომ თელისია სიტყვა რა თელო თელიმა თელისი აწარმოებს აქედან რა ესე იგი ხატულობს და თელიმა თელისი და თითქოს ამას შორის განსხვავება არ არის მაგრამ აი თამაშობს და ჟონგრიოლობს აი პოეზია ხო ზუსტად რაღაცა მაქსიმუმ რო წაიქო შინაარეს ხო გალაქტონი რა არის შინაარზე აფერი არ არის ისეთი მაგრამ როგორ არ აქვს ხა ღამე ის არის შესუნდრული სუდარადან ეხა მივხვდი ამ აცაბაცას გუსმენდი და იქიდან დავამუყამე ეს რომ ღამე და ტრენდის ვერ ვუჩვეთები არა და სკოლაში ხო ზებრა ქონა უწოდნო რა ვიცოდი კიდე და ღამე დაუი მაგარი ლექსია პიროვნო გამოშტერნის სიკვდილთან როგორ თამაშობს მე და ღამე მე და სიკვდილი ოს ტრედისპელ ლურჩსვეტევით ისე არის შესუდრული სუდარაში არის გახურული ლურჯიდან ვიცით რაც არის სიკვდილის ისა და ამ სიკვდილში ამ სიბნელეში არის სუსტად ჩემი ისეთი საიდუმალება რომ არიციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული არის მის სიღრმეში დამარხული ესე იგი აი ამ სიკვდილის სულ არის შიგნით როგორ აპიროვნულებს მთელ სამყაროს იმიტომ ქონდა მე გიჟური შეგიზნება რომ გენიოსი იყო და თითი იყო და მაგარი იყო იმიტომ რომ მაგან განიცადა ეს ქრისტოლოგიური საიდუმლო რომ თითო ადამიანი ეს არის თითო ქრისტე რომ მთელი სამყარო და სიკვდილი და ჯოჯოხეთი შენზეა შენ ხარ ეს მაგის განსახიერება და იმ გულში ჯოჯოხეთის გულში სადაც ქრისტე ჩავიდა აი იქ ჩემი თუმალება იქ არის რა მოსმერა ისა ერთ ლექსის მიყვარს ძალიან მე ვარ დაჭრილი ვეფხიო და ველი სასწაულს რო გაეღვიძოს. ხო და ფილოსოფიურად და ვულისი, აი ვული არის სწორედ ეს ბულეს, ვული არის სწორედ ის ნება ეს ვულისი არის სწორედ ის განზრახვა, ზრახვა. ვულისი არის ზრახვა. აი ამ ნებას ხმარობს და ვულისი არის და ვულისი ზრახვა. არა თელიმა ღმერთში პრინციპში განზრახვა მაინც ისეთ კი მაგრამ ფიზიკურ თელიმაზე მაგრამ უბრალოდ აი თელიმა არის როგორი რაღაცა ეს ბერძნულში აი ჩემი სურვილ უკასავით არის რა აი ჩემი ვულის ზოგ აი ჩემია ის თელისია ჩემია მაგრამ ამავე დროს ბუნებისა ავი ჩემერი ჩემებ
ასინიდიტო რაო დესნება მოიცავს გავაგზავნე είναι όπως έχω ισχυριστεί και αλλού ότι αυτό το θέλημα δεν είναι απλώς λογικό ή υποταγμένο στην διάνοια. Τα ეს ხო აინახეთ, აი ვულის ხო გონებასთან არის და აქედე ამას რო ეს ნებაო არ არისო იპოტაგმენოს დამორჩილებული, ესე იგი დაქვემდებარებული იპოტაგმენოს, აი იპოტაგი არის, ეგ შემეს დაქვემდებარება და რაღაცა ძალიან ცუდად გააკეთა ეგ. იპოტაგμένο στην διάνοια, მომ კაცრია ნიშანი ძალიან. აი კაც რო წავიკითხეს იმისი გარჩევა ერეტიკოს რაღაცებს იძახს. ალბათ ნუ ხო და აი ეს ავტოპოცეს მოწონს აი ის მაშინდელი სიმკაცრე, წინა მამათა განჩინებების სიმკაცრე, ძალიან კაცრე ღმერთი ყავს ედიშერს. ხო и απλώς логико и ипотагμένο στην διάνοια. აი ეს არ არის მარტივად ლოგიკურიო, ესე იგი ლოგიკოს რაციონალური. და იპოტაგμένο ქვეგანწესებული, ასე ვთქვათ, აქვედება, ქვეგანწესებული სტიდიანია აზროვნებასთან, მაგრამ იქ დიანოისის როწერს მე რეკა. იმიტომ ის გაეპარა ეს სიტყვა. სტიდიანია όπως συμβαίνει στην αρχαία ελληνική σκέψη. ხო, αρχαία ελληνική როგორც ის ძველ ბერძნულ აზროვნებაში არისო. ეს როგორც ის ვულის რაც გითხარით, რომ მაინც განზრახვას ნიშნავს, ზრახვას სიტყვასაც ნიშნავს და განზრახვასაც ნიშნავს. რომ განვიზრახე რაღაცა, αλλά περιλαμβάνει επίσης τα συναισθήματα, ხო, ეს არის რა გაუდუგინა ახლა აქ. ეს არის სინესტიმა, გრძნობები, ეპითიმიეს, ესე იგი წადილების და სურვილები, την somatική διάσταση, ის სხეულებრივი განზომილება, ახლა სხეულებრივი განზომილება არ არის, მაგალითად ღვინოს რო დაალევ და ის შენზე რომ მოქმედებს, ან ამინდი რომ არის, ახლა რომ იცვლება ამი და ბეჭი რომ მტკივამე. ისიც უნდა მე ის მოქმედებს მე ხასიათზე, ხო? ახამთვალე დამოვიდაო და ყველა გაგიჩებული რომ არის, ხო? επίσης ίσως αυτό που ένας ψυχρός φιλόσοφος როგორც შეიძლება ეხლა თანამედროვე რომელიმე ფსიქოლოგსო ერთხაო, ეთქვა რომ ქვეცნობიერიო. მე ადვილად გადავდივარ ამ რაღაცებზე, ჩემ ვარაუდებზე და ჩემს თეოლოგიას ვაწვევ, მაგრამ აქ როგორც გითხარით ეს დოგმატური ღვთისმეტყველების უნდა ეგიდით უნდა გამოვიდეს ამბრელას ქვეშ და იქ ვერ იქნება ცხადია, რომ ის უბრალოდ მიანიშნებს ამ თანამედროვე ფილოსოფიას, აღარ არის საინტერესო იქნება მისი განვითარება როგორ იქნება. მე პრინციპში ამას ვამიტარებ საეკლესიო კანონი. საეკლესიო სამართლი არ შეიძლება უშკუი შემწუხდა. რა დაინახე ამისთანაც. ხო და ქვეცნობიერი, და ქვეცნობის გავა შემოიტან ხო ძველ ბერძნულ ენაში. და ეს ბერძნობიერი. Με αυτόν τον τρόπο το φυσικό θέλημα είναι μία βαθιά έκφραση της κτής της φύσεως στην ολότητα της και στην βαθιά φλογερή επιθυμία για την αυθαρσία και νόημα. ეს ნახე. როგორ კარგად ამოს და ალბათ ეს ხოსორია. ხო მე რომ ამბობ რომ კეთილისკენ არის მიდრეკილი, მეთქი სხვა რაღაცებისგან გაღებული. არ გქონდა, მაგრამ აქ რო ამბობს, ნახეთ როგორ ამბობს, მაგრამ სწორად ამბობს. მე ავტოტროპო ამ სახითო то ბუნებრივი ნება არის უღრმესი გამოხატულება შექმნილი ბუნებისა მის მთლიანობაში და უღრმესი და ღრმა ფლოგერი, ესე იგი გზნებადი ეპითიმია გზება ფლოგერი, ესე იგი ფლოგერი ფლოგარი ცეცხლია რა, ცეცხლოვანი იყოს კაი, ცეცხლოვანი თუ ანთებული ამ შემთხვევაში კრა ანთებული გზება, გზნება ეპითიმიაში გულად, ანუ მისი ღია ავთარსია კენოიმა, მისი გზნება და წადილი და ხვაშიადი უხრწნელებისა და საზრისობისაკენ.
ის რაც არის, ხო? ესე იგი მისი მიდრეკილება არის აი ამას გამოხატავს ბუნებრივი ნება ეს ყველას გვაქვს ესე იგი ყველა ადამიანს, მაგრამ როგორ განახორციელებთ ამას უკვე ეს ჩვენს პიროვნებაზეა დამოკიდებული, მე ამ თავში ეს მაგახაზული კინოს თონ ხო მე გადადის უკვე ეს კინონიატონი და მართლა ესე იგი ზიარება, თვისებების ზიარება, ურთიერეს გამაშვალება პერიხორის ეს ქრისტეს ბუნებაში რომ არის, ქრისტეს ორ ბუნებაში რომ არის. ღიატო მაქსიმუმ კარგი ამას მე გავიგებ 1 საათზე მეტია და მე ამას ვერ გამიკეთებ სკრიპტს. ო, ბევრი ამას ვერ გამიკეთებ სკრიპტს.